3. სასტიკი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვა 31 დეკემბრის ღამეს. პირველი, მთელი დღე შიმშილი და მერე ახალი წლის ღამეს ყველაფრის ჭამა. ალბათ ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც ადამიანები ძალიან ხშირად უშვებენ. ალბათ შენ ამ დროს ფიქრობ, ახალი წელი როცა დადგება და ყველა მთელი ოჯახით სუფრას მიუსხდებით, მაინც ბევრი ჭამა მომიწევს და მოდი დღეს არაფერ შევჭამ. გთხოვ ამას ნუ იზამ. რადგან ასე უფრო დიდი შანსია იმის, რომ ზედმეტად ბევრი ჭამო და მეორე დღეს გქონდეს სიმძიმის შეგრძნება. ჯობია მთელი დღე ჩვეულებრივად ჭამო, ვიდრე იშიმშილო. მეორე, 1 იანვარს შიმშილი ან დეტოქსი, როგორც თქვენ ეძახით ხოლმე. შეირგე ის რაც ჭამე, ისიამოვნე პროცესით და არ დატუქსო საკუთარი თავი. რადგან მოსახდენი უკვე მოხდა და დაარღვიე. ამას ვერაფერს ვერ უშველი და შენს ორგანიზმს უარეს სტრესში ნუ ჩააგდებ. მესამე, ნერვიულობა იმის გამო, რომ 1 იანვრის შემდეგ სასწორმა გაჩვენოს 2-3 კილოგრამით მეტი. ამიტომ იმაზე ნერვიულობა, რომ სასწორმა ცოტა მეტი გაჩვენა, კარგს არაფერს მოგიტანს. და რაც მალე დაუბრუნდები სწორყვებას, მით მალე წავა ზედმეტი კილოგრამები. თუ გსურს ისწავლო, როგორ დაარღვიო სწორი თანმიმდევრობით, გააზრებულად და არ გეშინოდეს მომატების, გიწევ უფასო 15 წუთიან კონსულტაციაზე. დაწერე კომენტარებში პლუსი და გამოგიგზავნი დეტალებს.